ჩამოსული ელჩები, დიდებულები და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები. მათ შორის იყო საქართველოს სამეფო დელეგაციაც. სწორედ ამ გარემოში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. ერთმანეთს შეხვდნენ ორი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები. აღმოსავლეთ საქართველოს მცირეწლოვანი მეფის რეგენტი გიორგი და ილხანთა სახელმწიფოს მთავარი ემირი ყაენის აღმზრდელი ჩობან ნოინი. ფორმალურად არც ერთი მათგანი არ ატარებდა უმაღლეს სამეფო ტიტულს, თუმცა რეალური ძალაუფლება სწორედ მათ ხელში იყო თავმოყრილი. მათი შეხვედრის დეტალები წყაროებში არ არის დაცული და უცნობია, რა თემებზე ისაუბრეს. თუმცა ქართველი ისტორიკოსების ცნობით, სწორედ ამ შეხვედრამ ჩაუყარა საფუძველი მათ შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სავარაუდოა, რომ ჩობანმა გიორგიში დაინახა არა დაუფიქრებელი, სპიერი ან თვალთმაქცი ადამიანი, არამედ ფრთხილი და გონიერი მმართველი, რომელიც მზად იყო ვითარების სწორად შეფასებისთვის. ამ დროიდან იწყება მათი დაახლოება, რაც შემდგომში მნიშვნელოვან პოლიტიკურ კავშირად იქცა. ცნობილია, რომ ჩობანი და გიორგი ერთმანეთს ბრძნული რჩევებით ეხმარებოდნენ. ჩობანი აფასებდა ამ მეგობრობას და ეყრდნობოდა ქართველი მეფის ერთგულებას. და მართლაც, გიორგი ერთგული იყო ჩობანის მიმართ. ის მონღოლთა მხრიდან დაკისრებულ ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა. იხდიდა ხალხს, მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობებში, სამხედრო მამაცობითაც მრავალჯერ გამოიჩინა თავი. დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა. ამიტომაც მასთან მოკავშირეობა და მეგობრობა ჩობანისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, რომ ჩობანი დიდ სამეფო ინტრიგებში იყო ჩართული და მისი საიმპერიო ამბიციები ქართველების მხარდაჭერასაც მოიაზრებდა. ჩობანმა თავის მოკავშირეს ფართო უფლებები მიანიჭა. გიორგის ხელში გადადიოდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მართვის რეალური ბერკეტები, არამედ ჯდებოდა მთელი ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკური შესაძლებლობაც. წყაროს მიხედვით, ჩობანმა მას მისცა ყოველი საქართველო და ყოველი მთავარნი საქართველოსანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ილხანთა ხელისუფლებისთვის უკვე აღარ იყო სასურველი და კუცმაცებული საქართველო, საიდანაც ვერც ხარკის დროული ამოღება ხერხდებოდა და ვერც სამხედრო ძალის ეფექტურად მობილიზება. მათ სჭირდებოდათ ერთი მმართველი, რომელიც უზრუნველყოფდა წესრიგს და სრულიად შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს. სწორედ ამ როლში მოიაზრებოდა გიორგი. ამ ვითარებაში მას ეძლეოდა შესაძლებლობა არსებული პოლიტიკური დანაწევრება თანდათან დაეძლია და ქვეყანა ერთი დროშის ქვეშ მოექცია. ამასთანავე მას ეძლეოდა უფლება მონღოლთა უშუალოდ შარევის გარეშე ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ურჩიმთავრები და ადგილობრივი მოხელეების საკუთარი ხელისუფლების ფარგლებში დაემორჩილებინა. საჭიროების შემთხვევაში კი დაესაჯა ან თანამდებობიდან ჩამოეცილებინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხარკის საკითხი. მანამდე მონღოლი მოხელეები გადასახადებს ხშირად თვითმებურად და უკონტროლოდ კრებდნენ, რაც მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ახლა კი ხარკის აკრეფა გიორგის კონტროლს ექვემდებარებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა მონღოლთა ბატონობის დასრულებას, თუმცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შვება იყო. მოსახლეობა ნაწილობრივ თავისუფლდებოდა უცხო მოხელეთა თვითნებობისგან, ხოლო მმართველს ეძლეოდა შესაძლებლობა ფინანსური სისტემა უფრო მოწესრიგებულად და ორგანიზებულად ემართა. მალევე თბილისში გიორგი მეექვსე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის გარემოებები, ისევე როგორც მისი მამის, დავით მერვის გარდაცვალების მიზეზები, წყაროებში ნათლად არ არის განმარტებული და დღემდე გარკვეულ ბურთში რჩება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გიორგი მეექვსე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. განსხვავებით მამამისისგან, მას არ დაუწყია აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ და არც მძიმე სამხედრო პირობებში უხდებოდა ცხოვრება, რაც მის სიკვდილს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის. დამატებით კითხვებს ბადებს ის გარემოებაც, რომ მისი გარდაცვალება თითქმის მაშინვე მოჰყვა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებული იყო გიორგი რეგენტისა და ჩობან ნოინის შეხვედრასთან. მიუხედავად ამისა, არსებული წყაროები არ გვაწვდის პირდაპირ ცნობას ძალადობრივი ქმედების შესახებ, რის გამოც ისტორიკოსები ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან და ერთ მნიშვნელოვან დასკვნას არ აკეთებენ. ამ ვითარებაში თბილისში დაახლოებით 30 წლის გიორგი მეორედ ეკუთხა
ის ოდესღაც ტახტის მემკვიდრეთა შორის უკანასკნელად ითვლებოდა. ახლა კი საქართველოს მეფე გახდა, მმართველი რომლის წინაშეც იდგა უმთავრესი ამოცანა, დაშლილი ქვეყნის გაერთიანება და ცენტრალური ხელისუფლების აღდგენა. ტახტზე ასვლამდე მან არაერთი მძიმე პერიოდი გადაიტანა. ჯერ მამის, დემეტრე მეორის დაგვირვა, შემდეგ ძმებს შორის დაპირისპირება და მათი აღსასრული, ბოლოს კი ძმისშვილის, გიორგი მე-6-ის გარდაცვალება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ციმბირი არაერთი მსხვერპლი ეროდა. მეოთხე ნაწილის დასასრული. საქართველოს მეფე გიორგი მე-5 ბრწყინვალე. ნაწილი მე-5. 1318 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ მეფე გიორგი მე-5-ის წინაშე რთული ვითარება იდგა. საქართველო კვლავ დანაწევრებული ქვეყანა იყო, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას მრავალი წლის განმავლობაში თითქმის დაკარგული ჰქონდა გავლენა. სხვადასხვა კუთხეში კვლავ გრძელდებოდა არეულობა. ქვეყნის საზღვრები დაუცველი იყო, ხოლო მოსახლეობა მუდმივი თავდასხმებისა და ძარცვის პირობებში ცხოვრობდა. ასეთ ვითარებაში გიორგი კარგად ხვდებოდა, რომ სახელმწიფოს გაძლიერება მხოლოდ ტახტის დაკავებით ვერ მოხერხდებოდა. საჭირო იყო წესრიგის აღდგენა და სამეფო ძალაუფლების ეტაპობრივი დაბრუნება. ამ დროისთვის შიდა ქართლი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მე-13 საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ოსები რეგულარულად ესხმოდნენ თავს ქართულ მიწებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მათ წინააღმდეგ მანამდე იბრძოდნენ, მონღოლთა ბატონობით გამოწვეულმა არეულობამ და ქვეყნის შიდა დასუსტებამ ოსთა თარეშს კიდევ უფრო შეუწყო ხელი. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა გორისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ოსებმა მნიშვნელოვანი საყრდენი მოიპოვეს. გიორგიმ კარგად იცოდა, რომ ქვეყნის გაერთიანებასა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნაზე საუბარი შეუძლებელი იქნებოდა, თუ სამეფო ხელისუფლება საკუთარ მიწაზეც კი ვერ დაამყარებდა წესრიგს. სწორედ ამიტომ ტახტზე ასვლის შემდეგ მან ერთ-ერთ პირველ ამოცანად შიდა ქართლის გათავისუფლება დაისახა. გიორგი მეფემ სამეფო ლაშქარი შეკრიბა და შემოჭრილების წინააღმდეგ ფართო სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ომი მძიმე და ხანგრძლივი გამოდგა. ოსები მოულოდნელ თავდასხმებს აწყობდნენ, ტყეებსა და მთებში იმალებოდნენ და ქართველებს გზა და გზა სისხლიან წინააღმდეგობას უწევდნენ. სამი წლის განმავლობაში შიდა ქართლი თითქმის უწყვეტი ბრძოლის ველად იყო ქცეული. საბოლოოდ გიორგი მეფის ლაშქარი გორის კედლებს მიადგა. ქართველებმა ოსთა მთავარი ბასტიონი დაიკავეს და ისინი კვლავ